ის რაც ჩვენ გვაქვს ამ რიცხვების მიღმა არის ის მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც საქართველოში ხორციელდება, ის პანტა-პუნქტით გამოყენებული პატიმრობები, მაშინ როცა ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს, გადახედეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორ ხდება პატიმრობის გამოყენება უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენთან კიდე პირიქით პატიმრობის არ გამოყენება არის გამონაკლისი. ამის შედეგი არის ის, რომ ბრალდებულების რიცხვი იზრდება, ამის შედეგი არის ის, რომ მსჯავრდებულების რიცხვი იზრდება და საბოლოო ჯამში ავდივართ ძალიან მაღალ რიცხვებზე. თქვენ როგორც ბრძანეთ, საქართველოს ევროპის საბჭოში სამწუხაროდ მოწინავე როლს იკავებს პატიმრების რაოდენობით. მეორე ადგილზე ვართ ჩვენ იმ ესე ვთქვათ ცუდ სტატისტიკაში მოსახლეობის შეფარდება პატიმრების რაოდენობასთან. ზოგიერთ ქვეყანას საერთოდ ჩვენი გზანის ხელად ციხის ესე ვთქვათ მთელი რამდენი პატიმარის გზანის ციხეში ყავს, იმდენი საერთოდ ყავს პატიმარი მთელ ქვეყანაში. ამიტომ ბევრი რამე აქვს ფუნდამენტურად გამოსასწორებელი, მაგრამ ეს პატიმრების რაოდენობა არის ლაკმუსის ქაღალდი. ეს პენიტენციური სამსახურმა თქვა, რომ თითქოს მე რამე არასწორი ინფორმაცია გავავრცელე, მეუბრალოდ ციტირება მოვახდინე ამ შემთხვევაში იმ მონაცემების, რომელიც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს უდევს და თუ ტყუილია ამ ყველაფერში, ესე იგი სტატისტიკის ეროვნული სამსახური იტყუება. ჩვენ ნახეთ ანგარიში დევს სტატისტიკის სამსახურიც, რომელიც ამბობს, რამდენი პატიმარი ყავდა ჩვენ იანვარში. მე მეორე ანგარიში დევს, რომელიც ამბობს, რამდენი პატიმარი ყავდა აგვისტოში და ჯამურად ზრდა არის 18%. და ალბათ ერთი ჭკვიანი, ჭკუატყოფელი იურისტი, კრიმინოლოგი, დარგის მცოდნე მოვიდეს, რომელიც მეტყვის იმას, რომ ქვეყანაში, როდესაც პატიმრების რაოდენობა 18%-ით იზრდება, ეს ნორმალურია და აქ რაიმე, ესე ვთქვათ, ატიპიურ ქცევასთან არ გვაქვს ადგილი. ან უნდა იყოს, ესე ვთქვათ, კაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. ანუ წარმოიდგინეთ, იანვარში რამდენი პატიმარიც ყავდა, თითქმის 20%, 17-18% დაახლოებით, იმის რაოდენობა არის ზემოდან დამატებული. ეს რაც ნიშნავს იმას, რომ უმკაცრესი პოლიტიკა ხორციელდება. პენიტენციურმა სამსახურმა რაც თვითონ თავის განცხადებით თქვა, პირიქით დაადასტურა ის, რასაც მე ვამბობდი და დაადასტურა ის, რომ 13 ოქტომბრის მდგომარეობით კიდე 404 პატიმარია ზემოდან დამატებული. ანუ ეს ზრდის ტენდენცია, რაც იანვრიდან მოყოლებული გვაქვს, დღეის მდგომარეობით უფრო მეტად გაგრძელებულია. თქვენ ალბათ შეიძლება მკითხოთ, რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის მიზეზი. ამ ყველაფრის მიზეზი რა თქმა უნდა, ეგ არის მთავარი, რაზეც უნდა ვიფიქროთ ალბათ, აი მიზეზი რა არის ამ ყველაფრის, მაგითი დავიწყე პრინციპში, მე პირველი კითხვაც ეს დავისვი. პირველი ალბათ რა თქმა უნდა არის პროკურატურის მკაცრი მიდგომა, სასამართლოს შესაბამისად ჭყალებში ჩვენ დამოუკიდებელი სასამართლო არ გვყავს სამწუხაროდ და რასაც პროკურატურა ამბობს ხოლმე უმეტესად იმას იზიარებენ, მაგრამ ამის ერთ-ერთი მთავარი დიდი პრობლემა არის, თუ ეხლა ჩვენ პატიმრები ვიყურებენ, ალბათ ყველა პატიმარი დამეთანხმება იმაში, რომ საქართველოში პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი სამწუხაროდ კარგად და გამართულად არ მუშაობს და ამ სტატისტიკებს რო გადაავლოთ თვალი თქვენ რომელიც მომზადებული აქვს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, ნახავთ, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევები ერთეულია. ადამიანები ციხეში არიან, არ აქვთ დარღვევები, არ აქვთ გადაცდომები, მაგრამ სამწუხაროდ მათ მიმართ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმების გამოყენება არ ხდება. არ ხდება წახალისება იმ პოზიტიური ქმედებების, რაც ციხის მართვაში უნდა იყოს გადამწყვეტი როლი. გადამწყვეტი როლის. კი, ყველანი ციხეში არის, ეს არის ქართული ოცნების არჩეული გზა და ნულოვანი თანაგრძნობა. ამაზე ისინი ხმამაღლა ლაპარაკობენ და აი ახლა ვკითხულობდი ზუსტად ამ წუთებში, სანამ გადაცემაში შემოვიდოდი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოცნების საპარლამენტო გუნდი დემონსტრანტების წინააღმდეგ არსებულ კანონმდებლობას კიდევ უფრო ამკაცრებს და ინიცირებულია დაჩქარებული პროექტი, სრულიებები შედის როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში და პატიმრობას ითვალისწინებს და პატიმრობით დაისჯება სახის მიღმით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ცრემლდენი ნერვულ პარალიტიკური მოქმედების ან მომწავლელი ნივთიერების ქონა, თუ განზრახ შექმნის დაბრკოლებებს, ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებას, მოაწყობს დროებით კონსტრუქციას თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას, ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან
მან სრულად გადაკეტვა, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად არის შესაძლებელი და აი ეს ყველაფერი, ეს მუხლის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით. ანუ ყველაფერი რეალურად შეიძლება ითქვას თუ არა, რომ უარესდება ბატონ გიორგი და აი ამას რა ქვია, ამ ეტაპს ზოგადად რა ქვია, რაშიც ახლა ჩვენ გვიწევს ყოფნა და რასთანაც თანაცხოვრება გვიწევს. ეგ მედიის საშუალებით გავეცანი ამ ინფორმაციას. ეგ კიდე სხვა პატიმრობა, ადმინისტრაციული პატიმრობა, რომელიც ამისგან განსხვავებულია. სისხლის სამართლებრივი პატიმრობა ამ შემთხვევაში ეს რაც არის, მაგრამ შინაარსი, თქვენი კითხვის პათოსიც ამაში იგრძნობოდა, შინაარსი ორივეს ერთი აქვს. ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ, პოლიტიკოსებმა მხოლოდ პასუხად იციან ის, რომ რაღაცები გაამკაცრონ, დასაჯონ. ეს არის პასუხი ავტორიტარული მმართველობის ქვეყანაში, სადაც დემოკრატია არსებობს, მმართველობა ესე არ ხორციელდება. როცა პრობლემა არის, იმ პრობლემის მოგვარება ხდება პოლიტიკოსების მიერ პოლიტიკურად. მაგრამ როდესაც ავტორიტარული მმართველობა გვაქვს, იქ ესე ხორციელდება მეტი სასჯელით, მეტი სიმკაცრით, მეტი ესე ვთქვათ, სხვადასხვა ღონისძიების გამოყენებით. სამწუხაროდ ქართული ოცნებისთვის სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, თორე ალბათ ამაზეც იფიქრებდნენ, ისეთი დიდი გაქანება აქვთ ესე ვთქვათ აღებული. სამწუხარო რეალობაა ეს, ამ ქვეყანაში ყველა კითხვაზე პასუხი არის რეპრესია. ყველა პრობლემაზე პასუხი არის რეპრესია. თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითი ერთი არის, ის საკითხი, რაზეც ჩვენ მსჯელობდით, პატიმრების რაოდენობის გაზრდაც, ალბათ ამის ერთ-ერთი კარგი დასტურია. ყველა პრობლემის მოგვარების ამ შემთხვევაში რეცეპტად მიჩნეული არის პატიმრობა, მეტი რეპრესია, მეტი სიმკაცრე, დასჯა ადამიანების, რაც ალბათ ძალიან საქართველოსთვის უცხო არ არის საბჭოთა კავშირის დროს, განსაკუთრებით მის საწყის წლებში. ეს მიდგომა აქტიურად გამოიყენებოდა და აქტიურად ალბათ იქნება მომავალშიც გამოყენებული მათი მიერ. და ბატონ გიორგი, ისე ვერ გაგიშვებთ, უნდა გკითხოთ აუცილებლად ღობის საქმესთან დაკავშირებით და 4 ოქტომბრის ამბებზე და ნახავდით შაბათის ეთერის გამოძიებას ჩვენს არხზე და იმ ვერსიას, რომ ღობე წინასწარ იყო დაზიანებული, როცა 4 წამში 4 და ასე ვთქვათ, მიწოლით ღობის გადანგრევა მოხერხდა. მოკლედ, რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით, რას ცვლის ზოგადად ეს თქვენ იურისტი ხართ გამოცდილი და შესაბამისად შეგიძლიათ კვალიფიციური შეფასება გააკეთოთ, არაერთი შეფასება მოვისმინეთ დღეს. რას ცვლის აი ამ საქმეში დაპატიმრებულებთან მიმართებაში, თუ დადგინდა და საჭიროა თუ არა ექსპერტიზა ამ შემთხვევაში და თუნდაც ექსპერტიზა არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელი შეიძლება იყოს. გამიჭირდება ზუსტი შეფასება, ალბათ ამას როგორც იურისტი არა, როგორც ადამიანი, მეც ალბათ ისევე როგორც თქვენ, ბუნებრივია ის სიუჟეტი, რომელიც თქვენს ეთერში გავიდა, კითხვებს აღძრავს გარკვეულ ბევრ კითხვის ნიშნებს, ფაქტობრივ ნაწილში. ბუნებრივია მეტი ინფორმაცია რო გვექნება ჩვენ ამ შემთხვევაში დაკავებულების მხრიდან, მათ ისინი რა ინფორმაციას ფლობენ, ამის შემდგომ შესაძლებელი გახდება უფრო საერთო სურათის შეკვრა. სხვადასხვა მიმართულებით ადვოკატები, როგორც თქვენი ეთერით, ისევე სხვა ეთერების მეშვეობით საუბრობენ გარკვეულ ფაქტობრივ დეტალებთან დაკავშირებით და ეს მონაცემიც ბუნებრივია სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, როცა მეტი ინფორმაცია გვექნება ცნობილი, უფრო მეტ სიცხადეს შემოიტანს. ამ ეტაპზე მე სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით ამ საკითხზე ცალკე აღებულზე გამიჭირდება შეფასება, მე უბრალოდ როგორც მოქალაქეს, როგორც ადამიანს, ის კადრები, ის ესე ვთქვათ, ფაქტობრივი მონაცემები, რომელიც თქვენს ეთერში გავიდა, ბუნებრივია ჩემშიც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს, ეჭვებს აჩენს და იმედი მაქვს, რომ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად მეტ ინფორმაციას გავიგებთ და მეტად მოეფინება, ასე ვთქვათ, სიმართლეს შესაბამისი ფარგლები. და კიდევ ერთი კითხვა, აუცილებლად უნდა კითხო, ესეც 4 ოქტომბერს უკავშირდება და რეჟიმის ტყვეებს გულისხმობ ადამიანებს, რომლებიც მიჩნეული არიან ორგანიზატორებად, აი ამ აქციის და იქ მიმდინარე ყველა მოვლენის, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ნადირაძე, ადამიანებს, რომლებსაც აუკრძალეს ურთიერთობა გარე სამყაროსთან, არის თუ არა ესეც ადამიანის უფლებების დარღვევა, სწორედ საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმზე საუბრობდით, თქვენს ახსენებდით და მეც ის პერიოდი გამახსენდა, გადასახლებულია მიმოწერის უფლების გარეშე, არის თუ არა ესეც მსგავსი ანალოგია და თქვენი აზრით რას უკავშირდება? ეს არ არის პირველი შემთხვევა ლევან ხაბეიშვილის მიმართაც გამოიყენეს მათ მსგავსი ღონისძიება.
კი, ძალიან კარგი კითხვა. მე როცა ეხა მოვდიოდი აქ, მაშინ გზაში უსმენდი ამ საკითხზე, მაშინ გავიგე ამის შესახებ. ზოგადად შეიძლება ესეთ შეზღუდვები არსებობდეს ობიექტურ რეალობაში, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ერთ მხარეს საჯაროების მაღალი ხარისხი არის და პირობითად ბრალდების მხარე მე ბევრი ინფორმაციას ასაჯაროებს საჯარო სფეროში ახდენს ესე ვთქვათ გარკვეული ინფორმაციის გავრცელებას, საზოგადოების დარწმუნებას, რომ მართლა იყო ჩატენილი დანაშაული და ასე შემდეგ და მეორე მხარეს, როდესაც შეზღუდული აქვს მაგალითად საჯაროობა, ინფორმაციის გავრცელება, მედიასთან კომუნიკაცია, ამან შეიძლება გამოიწვიოს გარკვეულ შემთხვევებში ესე ვთქვათ მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა, ჩვენ ანალოგიური საქმეები გქონია, ანალოგიური შეფასებები გქონია გარკვეულ საჯარო საქმეებთან დაკავშირებით, როდესაც პატიმრების მიმართ ანალოგიური შეფასება იყო გამოყენებული, როდესაც მე საახალდამცველის აპარატში მუშაობდი, ეს შეიძლება გახდეს ადამიანის უფლების დარღვევის საფუძველი იმ პირობებში, როდესაც თუ მაგალითად ბრალდებულს არ ექნება თავისი სიმართლის მტკიცების თანაბარ პირობებში მტკიცების შესაძლებლობა. და ასევე ამ ამბავზე ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში ზოგადად ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და ამ ყველაფრის ავტორი არის აი ეს რუსული რეჟიმი, რომელიც აი ადვოკატსაც კი ერჩის, იბარებს გამოკითხვაზე და ადანაშაულებს მას რაღაცაში, აი ამასაც რომ მივცეთ შეფასებას. კი, ალბათ დავით ჯანდიერის შემთხვევას გულისხმობ. მე დავით წლებია ვიცნობ და მის ჩემი აზრით ის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროფესიონალია, ერთ-ერთი ყველაზე წესიერი ადამიანია, ვისაც მე შევხვედრი ვარ. დავითის პროფესიულ ესე ვთქვათ საქმიანობას რო არ იცნობდე, იმის მიღმა ესე ვთქვათ თვითონ ფაქტი არის საერთოდ აბსურდული და სისულელე. ადამიანი იცავს ამ შემთხვევაში ბრალდების ესე ვთქვათ ბრალდებულის ინტერესებს და მას ესე ვთქვათ ადანაშაულებენ იმაში, რომ ესე ვთქვათ მან თითქოს ვიღაცა მოისყიდა, რაღაც დანაშაული ჩაიდინა და ამის შესაძლო რამე მტკიცებულებად არის მხოლოდ და მხოლოდ პროსამთავრობო ესე ვთქვათ სატელევიზიო საშუალების მიერ გავრცელებული ქარდი, რომელსაც არანაირი არც ფაქტობრივი მოცემულობა აქვს უკან და არც არაფერი, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. კარგ თეორიულ სცენარში ეს უნდა გამოიძია გამოძიებას, უნდა დაედგინა თუ კი რამე იქნებოდა, მერე შეიძლება ამას საუბარი, მაგრამ საბჭოთა პროპაგანდისტულ სტილში სამთავრობო მედიას გავრცელებინეს ინფორმაცია, შემდგომ დაკითხეს ადამიანი, რომელიც დაცვას ახორციელებს, რომელიც პასუხისმგებელია ბრალდებულის ეფექტურ წარმოდგენაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და რა თქმა უნდა, როგორც ბატონმა დავითმა აღნიშნა, მეც ბუნებრივია ეჭვები მიჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი მიზნად ისახავს დავითის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევას, ვიდრე რაიმე ჭეშმარიტების და ობიექტურობის დადგენას, იმიტომ რომ მართლა მართლმსაჯულების ინტერესები რო იყოს, მართლა რო არსებობდეს შესაბამისი ფაქტების გამოძიების საკითხი, ესეთი მიმდევრობით ეს საკითხი შესწავლილი არ იქნებოდა და რა თქმა უნდა, ამას აქ ჯეროვანი წესი, რომელიც დაცული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კი მართლა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით იქნებოდა დაინტერესებული რომელიმე გამომცემელი.